დღეს დილით გავიგვიძე და სანამ კარგად გავახელდი თვალს, საწოლში ხელით ვეძებდი ქეთის. მაინც, სულას ევაკეთებ ჩემდა უნებურად. დიდი ძებნა არ დამჭირვებია, რომ მივხვდარიყავი იმას, რაც პრინციპში ისედაც ვიცოდი. დღესაც მარტო გავიგვიძე. არ ვიცი ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს. არაფერს არ ვაკეთებ. ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთო. მინდა რომ ვინმე მოვიდეს და ჩემს მაგივრად გააკეთოს ეს რაღაცეები, სწორი რაღაცეები. ისე სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში ჩემს ისტორიაზე მეტად გიოს და თამუნას ამბავი მაინტერესებს. ხო გახსოვთ იმ გოგოს მეზობლად გადადიან, რომელთანაც გიომ ეგეც გემახსოვრებათ. მოკლედ, მოდი მალე დავიწყოთ. მეც მაგრამ მაინტერესებს. ურა, ავა გაგიგეთე და ადგემე თუ შენ მაგერად ბარემ დავრიობ. მე საერთო სხვანაირ რაღაცეებზე მქონდა ლაპარაკი. ჩემი ყოფილი მაიკო თურმე ზუსტად იმ სადარბაზოში ცხოვრობს, სადაც მე უნდა დამეთრია სახლი. მოიცა ის გრანდიოზული შეცდომა რო დაუშვე, მაშინ ხო რა, ხუმად ბიჭო საძინებელში არ გაიგოს. რა საბედო? იმაზე ჩუმი ესაა მარტო და ნორმალური ხარ. ბედი არ მაქვს რა, ბედი არ მაქვს. ესე იგი, მაინც და მაინც იმ სადარბაზოში რატოა ცხოვრობს ის გოგო? მაგრამ მე რა გამოდის ახლა შეხედე რომ ახალ სახლში რომ გადახვალ ხო ცოლი გეყოლება სახლში და მეზობლად გეყოლება საყვარელი? შენ ჩემზე გარყვნილი ხარ გიო. ნორმალური ხარ შენ აქ იმიტომ მოგიყვანე როგორმე დამეხმარო. სინამდვილეში რომ გაიგოს თამუნა მეგვინარის სულ ღერა დააპუტავს თმეებს ბიჭო. თქვენ გონიათ ახლა გიორგი რამეს ამეტებს? არა. თამუნამ რომ ეს გაიგოს მართლა ღერა დააწყეს თმებს. მოკლედ კიდე უფრო მთავარი პრობლემა იმაშია რომ ეს გოგო თამუნას მოეწონა ბიჭო. ხო ხდები როგორც ახალი მეზობელი და რაღაცა და მეგობრობა დაიწყო. და ეს რო ყველაფერი გაიგოს შეიძლება გიო რა მაგიჟებ რა ბიჭო მაგას რაჯობია შენ ცოლი თუ შენ საყურელთან მეგობრობს ა? ეს კაი რა უნდა იყოს? კაი რა ბიჭო, კაი რა შენ ნორმალური ხარ რაღაცნაირად უნდა დამეხმარო აუხსნა რომ თამუნას ეს სახლი არ ვარგა, თორე რა მიშულების ეს ნაკები ოჯახი, აი ესე ერთი ხელის მოსმით დაიღუპება. გიორგი ბაბუა. მე რო უნდა დაგეხმარო ხა. რავი მე როგორმე უნდა აუხსნა რომ ის სახლი ცუდია. მე რა დაუხსნა როგორ დავაჯერო ხა მე მაგაში თუ უნდა. რა ვიცი ყველა გოგოს კი აჯერებ რომ კაი ტიპი ხარ და შენც როგორ გას თამუნას დააჯერე რა. მოიცა გიო. ყველა გოგოს ვაჯერებ რა შენ არ გჯერა? არ იცი რა ეგრეა. ვაი უკვე შენ მე დამაჯერე. სულურად გთხოვ რა მინდია. უთხრათ რომ აი ამ სახლში აი მაგალითად ისინი რო არის რა აქვია პარაზიტები როა სახლში პარაზიტები პარაზიტებს არ დაიჯერებს იმიტომ რომ პარაზიტები უკვე ყავს შენ სახლში თორნიკები გულისხმობ ბიჭო აი რო უთხრათ რომ აი Rotrat is kompus, ho? Kompusi. Io vine a issis korpusi? Salve,
სალომესთან გავალ. ინტოქსიკაციის მერე არ მინახია და მარტო ტელეფონზე დაურეკე და შეუური რა. თან საჩუქარს აუღებ, გაუხარდება. ესეთი რაღაცა გადაიტანა ბავშვმა და თუ გინდა რომ კიდევ უფრო გავხარდეს ხაში წაუღე. კარგი რა, ნუ დებილობ რაღაცას რა. დედაზე რა ვქნათ? იმ დღეს მეც და მამუკაც დედაზე ძალიან ნერვიულობდით. გახსოვთ ხო, ონკოლოგის კაბინეტიდან რომ გამოვიდა, მაშინ ნახეთ. ისე დაიბნა ჩვენს გამოჩენაზე და ისეთი სისულელეები ილაპარაკა, რომ აშკარად რაღაცას გვიმალავს. თან ძალიან ცუდს. ჩვენ კი გვეუბნებოდა ჩვეულებრივი შემოწმება იყო, მაგრამ შვილებს ესე მარტივად ვერაფერს გამოაპარებ. არა ძალიან ვინერვიულე რა. თან გუში რო გავიგე ეს ამბავი, მთელი გამი არ მეძინა. თან რო დარეკა და გითხრა რომ შენ და მამუკა გამოდითო ჩემთან, მაგაზე საერთოდ გადავირიე რა. კარგი რა ზური, კარგი რა, ნუ ღელავას რა წინასწარ, ნუ განისტიას რა. აი იცი რა ხდება კაცო, ჯერ ერთი უნდა მივიდეთ, უნდა ვნახოთ, თვითონ გვეტყვის ახლა, იქნებ სულაც არ არის არაფერი საშინელი. რამე სერიოზული რო იყოს, ხო დაგვირეკავდა რა. ზურა. დაგვირეკავ უკვე. იცი რა ვიფიქრე? იქნებ იმისთვის გვიბარებს თავისთან რომ მამას ხوار ურიგდება. აი გასეეთი რა. აი ეს გავყავდა. მამუკა რა. კაც მარიცი სად არის ჩვენი მამა ახლა წასული? იმას ვინ იპოვეს კაც? საიდან მოგივიდა ახლა იქ თავში? მამას შეურიგდეს არა. რა ვიცი, ადამიანი ხო ყველაზე ცუდს ფიქრობს არა? დავიდან. ვერა. შენ თვითონ კენ. ნახოთ რაღაცა ჭირს რა. არაფერთ არ უნდა დაჯერება, მაგრამ ნამდვილად რაღაცა საშინელება ჭირს და ეხა იქ რომ მივიღოთ ყველაფერს გვატყვის და მე ზურა სანამ დედასთან მივიღოთ კარგად უნდა მოვემზადოთ, კაიგი? რა არის ეხლა? არავითარ შემთხვევაში იქ რომ მივიღოთ, არ უნდა შეგვეტყოს რომ ნერვიულობთ. ხვდები? ხო, იმიტომ რომ თუ დედამ დაინახა რომ ჩვენ ნერვიულობთ, თვითონაც ანერვიულდება და უფრო ცუდად გახდება, კაიგი? და ჩვენ რო დავინახავთ რომ დედა უფრო ცუდად გახდა, ჩვენც უფრო ანერვიულდებით და ჩვენ ცუდად გავხდებით. და მე დედა რო დაინახავს რომ ჩვენ ცუდად ვართ, კიდევ უარესად ანერვიულდება და საერთოდ ცუდად გახდა. კარგი, რა გაიგე, მე ჩვენ რო ცუდად გავხდებით, დედა ამას ხო დაინახავს. გავიგე, მამუკა, გავიგე, ისე და მოვიცეთ, თვითონ არაფერი არ ვიცი. ხო, და კიდე მართლა უნდა დავმშვიდდეთ და დაწყნარებულები უნდა ვიყოთ და არა ისე დღესდილას რო ვიყავით. ხო, ისა, ჩემი პანიკური შეტევა გახსოვთ ხო როგორია? მეგონა მარტო მე მჭირდა ეგ. დილით კი მოულოდნელად მამუკაც შემომიერთდა. ესე რა იყო შენ რა ცხარებით ბღავი მართლა ამოგი. შენ ისე რაც ამბობ რა. გააგერე გეხოცე. მე რა თქმა უნდა ვიღებ ჩემთან. 1000 ვინმე რა ვიცი მე. შენი ძმის მეგობარი, შენი ძმის ცოლი, შენი ძმის შვილი. კარგი, გავაღებ ხო. რა სისულელებს მეკითხები, корпуსი ვინ არის რა არის? აბა რა შურჩულებდით აქ უჩემოთ? რას და იცი რა, მე მგონია რომ არ უნდა გადახვიდეთ იმ корпуსში რა. ძველია, ვიცი მე ეგ საქმე, არ ვარქა. ნიკა რა სისულელეს ლაპარაკობ? სულ ახალია, უთხარი გიო კარკასშია ჯერ. ხო და მაგითო არის კარკაში რომ ძველია და დანჯენი დაინგრა, ყველაფერი დაშა კარკასი. იცი რა, აი მე ვეთანხმები ნიკას რა. ხო, ძალიან ბევრი ოთახებია ბიჭო. კაიგიო, ცუდია მერე ეგ. ცუდია, აბა რა არის, ცუდია. წარმოიდგინე, ვინმეს დამალვარო გინდა რა ადვილია შენ ბევრ ოთახებში. არა, მე მგონია რომ არ უნდა იყიდოთ ეგ სახლი რა. ხო, რა ვიცი. აუ, მოიცა ერთი წუთი უნდა დავფიქრდე რა. ახლა განახებთ თამუნას ტვინის აგებულებას და გაჩვენებთ თუ რამდენი რამის გაფიქრება მოასრო მან ამ ერთი წამის განმავლობაში. ესე იგი, ნიკამ რადგან თქვა ესპინა არ იყიდოთო, ეს ნიშნავს რომ მას თავისთვის უნდა ესპინა. შემდეგ ნიკას გიოცაყვა, ანუ გიორგი ნიკასთან შეკრულია და ამავდროულად თვითონაც ელოდება ამბინიდან სარგებელს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მაგალითად ნიკა იყიდის ამბინას. ნიკას იმისთვის ჭირდება ესპინა რომ ბევრი გოგო აიყვანოს ხოლმე ერთად, ხოლო გიორგი დასალევად ავახელმე და რადგან მე ვუშლი დალევას იქ უპრობლემოდ დალევს. ხმერთ რა პრიმიტიულები არიან. კარგი, ყველაფერი გასაგებია. ისე ვიზამ ვითომ ვერაფერს ვერ მევხვდი. კარგი. ყველაფერი გასაგებია. ესე იგი არ გინდა გიო ის корпуსი რა ვიყიდოთ? არა. ნუ თუ არ გინდა, ეხა ხო არ დაგაძარებ, არა? კაი, სხვას ვიყავით რამე სხვაობაში. აი, კარგი რა, ეხა ხო არ გეწყინა თამუნა რა. არა გიო. არ წენი, რატომ უნდა წენო და გი? მე წავალ და ტელევიზორს უყურებ.
აი რა თამუნა რა. აი რატომ უნდა მწყენო დაგიო? არა რა გეწყინა ახლა სხოუბანში. ხო, აი რატომ უნდა მწყენო და ხა რა უნდა მწყენო და რომ ახალი სახლი არ გვექნება და ისევ ძველ ამ პატარა ბინაში უნდა ვიცხოვროთ და ჩვენი საკუთარი კერა რო არ გვექნება ეგ უნდა მწყენო და? აი ნუ მატებ რა. აი ნუ მატებ. გამშვიდი. იცი რამდენი კინოები მაქვს მე ხა? ჩავჭდები და უყურებ. ნახე რა კარგი კინოა. მარტო სახლში. მარტო სახლში. მოკლედ აი ესე იყო რა. თავიდან მეგონა რომ ზურა შენ მირეკავდი დედა შენის ხმით რომ ჩემზე რაღაცები გეკითხა. მაგრამ მე ვიცანი. ესე მითხრა ყველანი მოდით სალომეც წამოიყვანო. მე ის გამახსენდა კლინიკაში რომ ნახეთ და ყველაფერს მივხვდი. ყველაფერი გასაგებია მოკლედ რა. თქვენ უკვე შეიძლება მე გეგმა მაქვს მოფიქრებული. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მივალთ დედასთან. ესე იგი, იქ რომ მივალთ, არავითარ შემთხვევაში არაფერი არ უნდა შევიჩინოთ, სანამ თვითონ არ გვეტყვის ყველაფერს. თუ არაფერს არ გვეტყვის, ესე იგი ადამიანი ჯერ არ არის მზად და ჩვენს უნდა დავადოდოთ. თუ მართლა ასეთი მდგომარეობა მისთვის ნერვიულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც მას გაუხარდება. ამიტომ თქვენ ორმა ისე უნდა ქნათ, რომ ვითომ შერიგებულები ხართ. დროებით, კეთი, დროებით. სადარბაზო და როგორც კი გამოვთ, შეგეძლოთ დაცხოთ ერთმანეთს. რა პრობლემაა შევრიგდეთ? ხო, რას მიყურებ? დედას ხათრით თორე, ხო იცი რომ მე მამუკა მართალია. არაფერი არ უნდა ვაგრძნობინა. თან ხო იცით როგორ არ უყვარს ვინმეს რო ეცოდება. მაშინ საერთოდ არ მივიდეთ და მიხვდება რომ ფეხებზე მკიდია. აი მაგ ფეხებზე დაკიდებ ახლა შენ. მოკლედ დედასთან რომ მივალთ, მოვიქცეთ ადამიანურად, ნორმალურად. თქვენ კიდეთ ხო რაღაცნაირად რა ერთად დაჯექით, რა ვიცი, მოიხვიეთ ერთმანეთს, მიეალესეთ, რაღაც მოეფერეთ, რა ვიცი. რა პრობლემაა? აჰა. სურა ჯერ არ მივსულვართ იქ. რეპეტიცია აქეთ, რეპეტიცია. რა მოგიყვება? არაფერი არ გამო. რატომ და რო დავიწყებთ რაღაცეების თამაში? ან როგორ უნდა დავიწყოთ რაღაცეების თამაში, როცა ვიცით რომ ესეთი რაღაც ცუდი ხდება. მე მგონი რომ ყალბი გამოვა და დედა ეგრევე მიხვდება. მაშინ მართლა ვერ წარმომედინა როგორ არ უნდა შეგვემჩნია არაფერი. მეგონა დედა პირველივე წუთიდან მიხვდებოდა ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენს მსახიობურ მონაცემებს მაქსიმუმ ასე უყურებდი. სალათი მომაწოდე საყვარელო. ეხლავე ჩემო ცხოვრება. მერთო ჩემო. მე გიყურებ და ვერ ვიჩერებ. ფანტასტიკური ოჯახი ყავს ძმაო. ის იმიტომ ჩემო მამუკა რომ ესეთი კარგი მაგალითი მყევ ხარ. მადლობა ძმაო. მას მოდით. და მუდამ ასეთი გახარებული და ბედნიერი ყოფილიყავით. ამინ. რა ზურა რა. იქნებ არაფერი არ მოხდა და მართლა რაღაცის თქმა უნდა ადამიანს. წინასწარ ამდენი ნერვიულობა ვის გაუგია? კარგი, მორჩი. კეთი გახსოვს რომ მეჩხუბებოდი დედიკოს ბიჭი ხარო და მე რო ამბობდი არა თქო. მახსოვს. სინამდვილეში დედიკოს ბიჭი ვარ. მაგისი დრო არა გვაქვს ხო? აბა, ეხლა წარმოვიდგინოთ, ვითომ უკვე დედასთან ვართ და ვითომ უკვე სუფრასთან ვსვედვართ. ხო და თქვენ ხართ შერიგებულები. აბა, კაი, ეხავე. და ზურა გახსოვს ეგ როგორ უნდა? კი. აი, ეხლავე. აბა. მარილი მომაწოდე რა. აიღე საყვარელო. მადლობა. არემ სალათიც. გავამართვი. ისე შენთან უფრო ახლოს იყო და შეგეძლო შენ თვითონ აგეღო. არა პრობლემა, ავიგებ.
ბარემი სიცმით არის სარეცხი და რეცხეო. ტონი დაუწი, ტონი. უნდა დაიწყო რა? არ შეიძლება? მამ შერისი თავი გაქვს და მე ვისი თავი მაქვს? მე ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებ, რო იცოდეს. შენ აკეთებ კარგად? არა, რას აკეთებ შენ კარგად? რას და კარგი, გეყოფათ გას, არ გასე, ნუ რა. დავდენ დაიწყე. მარილი და მე. მარილი. აი, მარილი მომეცი. აიღე. იდიოტო. კეთი, ნუ. საყვარელო. საერთოდ მას ნუ იღე. რას ლაბდა? მას ნუ იღე. ბიჭო, ჩემო პატარა. რა ჩემო პატარა? ნუ ნიკუშ რა. ეთამუნას ეგეც ვერ უყურებ. არ შემიძლია რა უბრალოდ რა. ბიჭო ეს მარტო სახში კომედია რა გაცო. აბაროთებს. კაი. მოვიფიქრე რაც უნდა ვქნა. ამ მაიკოს დაველაპარაკები და ვეთყვი რომ სადმე სხვა სახლში გადავიდეს თან გუშინ მითხრა რომ თურმე ქირით არის იქ სახლში. საერთოდ ფულითაც კი დავეხმარები რა. გიო, არა ხარ. შენ თუ გინდა მე ჩემს სახლს დაგითმობ და იქ მოვილაპარაკეთ, არა პრობლემა. შენ როგორმე რა ის ბანკის ფული მიჩალიჩე რა. აი ეგ უკვე პრობლემაა. მაგას ჩალიჩი საერთოდ არ უნდა აგეთ მე ჩალიჩი. არ ნაგებუში. ბიჭო საერთოდ მე კარგი საბანკო ისტორია მაქვს და რატო არ დავიმტკიცავ სესხი? მაგაზე არ არის ხა მარტო მაგაზე რა ხო ხვდები რა. მაგ კრედიტს დაამტკიცებენ ეს შემთხვევაში თუ მე და ეს ჩემი უფროსი რაღაცა რა. ამ შემთხვევაში დამაწინაურებენ მე და მაგ სესხსაც გაგიკეთებ. შენის საერთოდ უთხარი რომ დაგანებოს თავი ამ ქალმა მაგ პონჩი და ისე დაგაწინაუროს. ნუ და ეგრე არ მაწინაურებს, არ ვერ ხედავ როგორ მე ჩალიჩება ბიჭო. მესმის შენი რა. შენს მომბოს პიცა ვერ გიო აი ოღონდ მაქალთან არ ქონეს არაფერი და იქ ყველაფერზე თანახმავა რა, ის საერთოდ ყველაფერზე თანახმავა რა, მართლა. კი, მე მჯერა ნიკასი, იმიტომ რომ ბოლომდე გულწრფელია და ყველაფერში მართლა ყველაფერი იგულისხმება. აუ ნიკუშ ძალიან გთხოვ რა შენ გარდა პროსტ ამას მე ვერავინ ვერ გამიკეთებს და ერთხელაც რა ურა შარში მხურო იცოდე გიო მაგრამ არა ბაზარი არა მესმის რა რომ მე თუ მაკალთან არ გავიჩიტე ისე არ გამოვა სესხის ამბავი რა ძმახარა პროსტ ჩი ძმახარა შენ გინაცვა აი არ დაგინახოს თამუნა რომ მეხუტები და არ დაგინგეს ოჯახი გადასვლამდე აკეთვსი ვარ გიო. ვიცი ხედავ. უბრალოდ არ მინდა რომ ვინმე დაგვინახოს. მიყურებ. ვერავინ ვერ უნდა მიხვდეს რომ ერთად ვართ. გიორგი. გამარჯობათ. წყლებისთვის ახალი მენიუ გაქვს და ხომ არ მოგართვათ? არა, მადლობთ. ის ერთი კონიაკი მომიტანეთ. მე ყავა. ძალიან უხდებით ერთმანეთს. მოკლედ, მაიკო, რატომ დაგირეკე? რაც ჩვენ შორის მოხდა, მინდა გითხრა, რომ ეს შეცდომა იყო და მე ჩემი მეუღლე მიყვარს. არ იმსახურებდა ის ამას. ძალიან ცუდად მოვეკეცი. მოიცა გიო, ცოტა ნელა ილაპარაკი, რაღაც კარგებს ამბობ და ჩავიწერ და ჩემ წიგში გამოვიყენე. ისე შოიდან მიიგდება, რომ ბედნიერი წვენი ხარ. გიო ისე არ შეცვლილ ხარ. არა და რაც ექსი ქონდა იმის მერე არ გვინახია ერთმანეთი. გაჩუმდი. სექს ნუ ამბობ. არ მეგაი. სექსიზმ. მაგივრად რამე სხვა სიტყვა თქვა, მაგალითად რთველი. მოიცა, ანუ მე და შენ რთველი გქონდა? ხო და მაგ რთველის დროს ძალიან ნასვამი ვიყავი და მაგიტომ შევსე. კი ძახდი ესეთი რთველი ჯერ არ მქონია. ვიძახდი, ნასვამი ვიყავი და 1000 სურელებს ვიძახდი. ძრომისთვის ახლა ცვა. ხო
ხო და მაიკო სერიოზულად მინდა რომ დაგელაპარაკო. მე და თამუნა ხო ხვდები რომ მაგ ბინის ყიდვას ვაპირებ. ხო და იქ მეზობლები ვიქნებით ყოველდღე შევხვდებით ერთმანეთს და არა ჩემთვის კი პრობლემა არ არის, მაგრამ შენ თამუნა გაგიმეგობდა უკვე. მე ახლოს გაგიცნობს და შეიძლება ჩვენი ამბავიც გაიგოს და ხო ხვდები არა, მაგრად ეხავს. არ უთხრა თამუნას არაფერი და ვერ გაიგებს. მას ვერ გაიგებს. ორშაბათიდან ყველა ახალი ლამაზი მეზობლის წარსულის გამოკვლევას აპირებს და გაიგებს. ამადლობა. ლამაზი ხარო და მადლობა კომპლიმენტისთვის. აი ეს წყვილებისთვის ბარისგან. ისე ბებია ჩემი როგორც იყო და აკოდებით ერთმანეთს. აი ერთი წუთი დაგტოვეთ რა თუ შეიძლება მადლობა. მოკლედ. ხო ხვდები არა რომ მე და შენი ცხოვრება ერთ სადარბაზოში არ გამოდის, არადა ჩვენ მაგ ბინის ყიდვა ძალიან გვინდა. კი ხვდები და აი ჩემს გამო თუ არ სიტყვა მაგ ბინაზე და არ გადმოხვალ არ მეწყინება გია. რა შარში ვარ. ნიკოშ, ეხლა თავარი დანაპირები გახსოვდეს რა. მაღალი ხელფასი, ახალი თანამდებობა, მანქანა. რა იქნება? ძალიან მაგარი იქნება რა. თან ეხლა ეგეც რო არ იყოს გიორგის და თამუნას გამოვაკეთებ და აქ პონჩი შეიძლება რა. გამარჯდი ნიკუშა. მეძახდით. არა, ერთი წამით ნიკა მედი შემოდი. მე რა. ნიკა ბუდიშვიხდი. დაკავებული ვარ. კარგი რა, მე ხო ვიცი რომ შენ შეგიძლია რამოდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. ნიკა, ძალიან გთხოვთ თქვენობით მომართე. მოგწონს რომ მე უფროსები ხო? კარგი. მე ის ვითამაშოთ, აი, ვითომ შენ უფროსი ხარ, თქვენ უფროსი ხართ, მე ქვეშევთომი. ნიკა, ამ საუბრისთვის არასწორი ადგილი შეარჩიე. იმარა იმ დღეს აქ არ იყო? ხო, სასისხო პოლიტიკაზე არ ველაპარაკეთ. არა, თუ გინდათ თქვენთან გადავინაცვლოთ სახში და იქ ვისაუბროთ სასესხო პოლიტიკაზე. ნიკა, ძალიან გთხოვ დამტოვე. კარგი რა ცუნცულ რა. ხო შევდამხვდით რომ თუ მინდა უკეთეს სკამზე აღმოჩნდე, ჯერ ჩვენ უნდა აღმოჩნდით ამ მაგიდაზე, ამ სკამზე, ამ კარგაზე და ასე შემდეგ. ნიკა, ძალიან გთხოვ. რა სიტყვით? მაცინაურებთ ამ მაგიდაზე. მარინას დაუძახებ და ის გეტყვის როდის უნდა შემოხვიდე. მე შენ და მარინა? ვა, რა ფანტაზია ქონიათ. ისე იმ დღის მერე ყოველ ღამე ძილის წინ სულ თქვენზე ვფიქრობ. აი ამიტომ მიყვარს ჩემი მეგობრები. ერთმანეთისთვის რას არაკეთებენ. ეხლა ნიკა გიოს გულისთვის ისეთებს იტყუება, არადა მე ხო ვიცი სინამდვილეში რა დღეშიცაა. ნიკა, მოიცა ერთი წუთით ვიდეო მაქვს ჩართული. გინდა რომ გადავიღოთ? მე არ ვიტყვი, კოლექციისთვისაც გაიქნება. ნიკა, ვერ გაიგე რომ კონფერენს კოლში ვარ ჩართული. ხო და ძალიან კაი. ბატონო. ой, დავიღუპე. შენ კი არა მგონი მე დავიღუპე. ისე არა, ცუდიხარ ეს თამაა. აი ესეთი უბედურება დაემართა ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს, რომელსაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამ სექსის სამახსოვროდ ახალი თანამდებობის კონტრაქტს წამოიღებდა და გიოსაც დაუმტკიცებდნენ სესხს. მაგრამ მოვლენები, რა თქმა უნდა, სულ სხვანაირად განვითარდა. შენ კიდევ აქ მოხვედი? ხო, იცით რა მინდოდა მეკითხა, აი, ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით ხო არ გადაგიფიქრებიათ? არა. ახალ თანამდებობაზე მაინც გნიშნავ. ხო? ხო. მადლობთ. ოღონდ უფრო დაბალზე. კონსულტანტად. მოიცა, გიორგი გუგოსთან ერთად ბარში? ეს მაიკო არა. აი, მე ცუდად ვარ. ეს
ჩვენ კიდე ხალატობს თამულას. რა ვქნა ახლა მე? არ ვიცი. ახლა ეკატერინე ფიქრობს რა ქნას, მივიდეს და ორივე დაალურჯოს თუ უთვალთვალოს და მერე გიორგი ცალკე დაალურჯოს. მეგონას ლაპარაკობენ. მაიკო, შენ ნაბინაში ხო ქირით ხარ? კი, რა იყო? ხო და შეგიძლია რომ სხვა ბინაში გადახვიდე. ძალიან თქო, მე მოგეხმარები ბინის მოძებნაში. მოიცა. მე რატომ უნდა გადავიდე? შენ იყიდა სხვა ბინა. აუ, გეხვეწები, გადადი და რაც გინდა მთხოვე. ანუ რაც მინდა გთხოვო? კი, არა. თველის გარდა რაც გინდა მთხოვე. მე გადავიდოდი, მაგრამ 3 თვის მაგ წინასწარ გადახდელი. მე გადავიხდი სხვა ბინაში 3 თვისას, 4-ისას. გიორგი, შეურაცხყოფას მაყენებ. რატომ მეუბნები ეგეთ რაღაცებს? ის ყველაფერი შეიძლება შენთვის შეცდომა იყო, მაგრამ მე შენ მიყვარდი და ეხლა არ ვაპირებ ცხოვრება დაგემგრია. აი თან მაშინ როცა ვხედავ რომ ცოლი მართლა გიყვარს. იყიდე ეგ ბინა. მე გადავალ სხვაგან და რთველსაც საიდუმლო შეკითხა. ძალიან დიდი მადლობა. ჩათვალე რომ გადაგეხვია და ძალიან ბევრი გაკოცე. ძალიან დიდი მადლობა რომ გამიგენ. ვაიმე. მედიკო რა ენაგა. 50%-იანი ფასტაკლება გვაქვს. ვაიმე, არ არის საჭირო ხუდა. რა მაგარია, წავალ ხარ თამუნას. ვეტყვი რომ გადავდივართ ახალ სახლში. თუ დაურეკო. მედიკო დამალე. უკაცრავად რა გნებავთ? ვაიმე, დოდო შენც აქ ხარ? რა შვებით როგორ ახართ? ამდენი ხანი არ მინახი ხართ. არ გახსოვართ? დიდი ბოდიში უკაცრავად, მაგრამ რაღაც გეშლებათ. თქვენი კლასელი ვარ? ლელა, რა დაგემართათ? არ გახსოვართ? არ გახსოვართ და კარგად იყავ. გონი მეგობარი დავკარგეთ და ზურა მეგონი არაფერი არ გეტყობა რა. რა არ გეტყობათ? იცით რა სახეები გაქვთ? ცოტა გამხიარულდით რა. გამხიარულებულები ვართ ახლა. თუ სინამდვილეში მე ახლა ესეთ სახე უნდა გქონდეთ. მე კიდე ესეთი. კარგით, ეხა თავიდან გამხიარულდით, მიდი. შენ ვიზე რას ამბობ? ცოტა მოეფერე რა მიალესე რაღაცა ქენ. აი მეც მოვედი. დედა მოგეხმარებ დედა. რა თუნდა მოხმარება თვითონ დადოს. აბა ახალგაზრდა ჯახონის ავსე ქალი ხარ, რატო შენი მოხმარებებია? მე თუ რაღაცა წამოგჭირდება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დავთავდა უკვე. ყველას კი რაღაცა მოდი და. აბა თუ გამოიცნობთ რა მოგიმზადეთ დღეს? რა? აი არც კი ვიცი რა ვიფიქრო, აი ვერ ხვდები რა ვერაფერს. ვერაფერზე ვერ ვფიქრო. აი ვიცოდი რომ ვერ მიხვდებოდით. თქვენი საყვარელი? ხო? ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზი. ამ კერძის გაგონებასაც კი ყოველას გვაჟრიალებს. და უკვე წლებია ჩვენ ყოველ სტუმრობაზე ყვავილოვან კომბოსტოს გვახვედრებს. რატომღაც გადაწყვიტა რომ ყოველას გვიყვარს, ან მეორე ვერსია რომ გვეკაიფება. ნახეთ რა მოგიმზადეთ. ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზი. არა. მოიმე, ზეგე, დედა, დედიკო. აბა ვინ გამოიცნობს რა მოგიმზადეთ დღეს? რა, ვიცით. რა. თქვენი საყვარელი? ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზი. არ არსებობს. დღეს თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. მართლა? ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზი. ვაიმე, ვიცოდი, არა, მაგრამ თქვენი საყვარელი? ხო? ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზი. ძალიან კარგი. რა კარგი. რას გაშტერებულ ხართ? ხო ვიცი როგორ მოგენატრებოდათ. ზურა გადმომიღერა ერთი სული მაქვს როდის გავსინჯა. ვიცოდი, დედიკო, ვიცოდი. ახლავე გადავიღე, ბიჭო, გადავიღე, კარგად გადავიღე. ისე
ყვავილოვანი კომპოსტო ერთადერთი მცენარეა, რომელიც შეგიძლია თან ჭამო და თან ცოლს მიუტანო. გადაუღე. სალომე სად არის აღმობა? კი მოვა. სალომეს დღეს 7 გაკვეთილი ქონდა და ამიტომ შეაგვიანდა და როგორც კი დამთავრებს ეგრევე აქ მოვა. ენაცვალოს ბები, ენაცვალოს. მამუკა, ნათია და ბავშვები სად არიან მომეც შენ თებში? არა, მე თვითონ გადავედი. მოდი გენიძვალე, მოდი. აი, ნათია და ბავშვები ვერ წამოვიდნენ, ვერ მოახერხეს. მადლობა, მეყოფა რა. ბებიების ავატარე და იმას უulis ნათია და მე თვითონ იქ არიან რა რაღაცა 1000 საქმე აქ იმდოს და გადაიღე. მე არა და როგორ უნდა და ნათია შენი ყვავილოვანი კომპოსტოს გასინჯვა? გაიცოდა ყვავილოვან კომპოსტოს რო ვაკეთებდი? მამუკა. არა, გული ეს მართლა გვიკაიფება. ხო, ეს როგორი კუდიანიცაა რა. მამუკა. სული დედიკო, რატო გაქვს ესე თვალები ჩაწითხრებული? რა ხდება, ცუდად ხო არა ხარ? არა, რა ცუდად. იცი რა დღეს მე და კეთი მთელი დღე თვალებში შევციცინებდით ერთმანეთსა და დამეცადა. როგორ მიხარია რომ შერიგდით? იცით როგორ გამახარეთ? ხო. სალომე მოვიდა? ბიჭი, მე გავაგეს. ხო. ახალ სახში ამბავსებს. ამასაც ჩემი დედა მთლის ნაჩუქარ შანდლებს არა წავიღებ და ახალი სახლიდან გადავყრდ. ჩემი ულამაზესი ცოლი სად არის? სად არის? ზუსტად არ ვიცი, სადაც აქ იყო. კომპიუტერი. რა საკეთებ? საქსალაგები. ცოტა ხანში ახალი სახლის დალაგება მოგიწევს. რა? მართლა გიო? მოდი. მართლა. ესე იგი, პატრონსაც ველაპარაკე, ხელოსნებსაც ველაპარაკე, რთველის ამბავით მოვაგვარე. სესხის თითქმის დამტკიცებულია, ან ამ წუთებში ამტკიცებენ. აუ, მე კიდე არ მჯეროდა რომ გადავიდოდი. შენ ისე გინდოდა გადასვლა, რომ არ გამოვიდოდა, რომ არ გადავსულიყავით. ეს რა ყუთებია? ეს ისე ვალაგებდი რაღაც ნივთებს. გულმა გიგრძნო, რომ გადავიფიქრებდი და წინასწარ დაიწყე ჩალაგება, ხო? ხო, გიო, დილით კი მეუბნებოდი, არ გამოვავე გვინაო, არ გვინდაო, მაგრამ მე მაინც მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. აუ, გიო, ახლა საჭირო რომ გადავალ, ყველაფერი კი არ წავიღოთ. მარტო ისეთი საჭირო ნივთებია, დარჩენი ახალი ვიყიდოთ, ხო, ყველაფერი. ხო. ან ეს ნივთები აქ დავტოვოთ და თორნიკეტს. ან გადავყაროთ. ნუ ან არა და ახალ სახში წავიღოთ და იქიდან გადავყაროთ. ახლა საჭირო გადავალთ. ეს რაღაც დიდ გრანდიოზულ წვეულებას მოვაწყობ. საქმს დამაზეთ მოხდა, შვედური მაგიდა, კოქტეილები, მუსიკა, ჰა? რა შვედური მაგიდა, გოგო? მაგიდაზე დავყრი ბევრ მწვადს, ღვინოს. წავი და მერე მთელი ღამე მთვრალი კაცები, ღვინო, მწვადი და ოხრა კაცები. ისე რატომ მომწონს ეს ყველაფერი? აია. ჯერ არ გადასულვარ და უკვე ლოთობა დაიწყე რა. კარგია, გოგო, რა სამობს? მოიცადე. ვაიმე, ეკატერინე ბეჭვზე მოგვისწარი ახალ სახში გადავდიოდით. კარგია, ჩაი? რა ვიცი. მოდი. შენ მერე დაგელაპარაკები ვაჟბატა. მე შენი არა გია მარდამასწროს და მე გეტყვი რა ისეთი მაგარი სახლი ნახეთ. გიო ყიდულობს. ცოლზე ზრუნავ ხო ვაჟბატონო? იცი რა ფართია, იცი რა უბანია, კარგი მეზობლები გაგიჟდები რა. ხო, გაიცანი მეზობლები? კი, კარის მეზობელი იყო შემოსული, ისეთი ადამიანია. მაიკო ქვია, ისე ლამაზი გოგოა, გრძელი თმა აქვს. მაიკო? ხო. ესე ხო არ ქონდა თმა? არა, მე საიდან დავიცოდი, ისე უბრალოდ ვიკითხე რა. და მოკლედ მაგბინაში უნდა რომ გადახვიდეთ, გიო? ხო. შენ ვიყოფი ხარ. თამნა, კარი გააღე. აუ, ეხლა კიდე თამუნამ გააღოს კარი. მიდი და შენ გააღე. ბები, როგორ ახარ? ვაიმე, გენაცვალოს, ბები, რამხელა გოგო ხარ, როგორ ახარ? კარგად, დემა როგორ ხარ? კარგია, ჩემი პრინცესა. მოდი, გენაცვალე, მოდი დაჯექი, სკოლიდან მოდიხარ, მოშიებული იქნები. ვაიმე, ყვავილოვანი კომპოსტო მაიონეზში, რა სიურპრიზი. მოდი, გენაცვალე, მოდი. აბა. მოდი, ბები, მოდი. გენაცვალოს ბიძა. ბები, როგორ ხარ? რაღაც ჩენი ფერი არ მომწონს. მართლა?
ხო, რა ვიცი, გუშინ რაღაც მიზეზების გამო მთელი ღამე არ მეძინა და ალბათ. და რა მიზეზების გამო? სალომე, ძალიან მშიერი ხარ და ჭამე რა დედი, ჭამე. აბა მითხარი რა ქენი გაკვეთილებზე? რა ვიცი, ბოლო გაკვეთილი რელიგიის მქონდა და მასწავლებელმა ესე თქვა, ვინც კარგად მოიქცევა 60-ში მოხვდება სიკვდილის შემდეგ. მართლა? ვაბარა. ხო, მაგრამ მე მაგის არ მჯერა, იმიტომ რომ ადამიანი რო კვდება, არც 60-ში მეტის არც ოჯახეთში, უბრალოდ კვდება და მორჩება. კაცო, რატო აჭამს ეს ბავშვი? გამოგივა. სალომე, ჭამე ხარ, რა გადაიდე და ჭამე. სტაფილოები. მიდი ჭამე. ბავშვებო, მოკლედ დღეს აქ იმისთვის დაგიბარეთ ყველა, რომ რაღაც მაქვს სათქმელი. მე მიხმერთ როგორ მიჭირს ამ სიტყვების თქმა. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე ტყოდა. მე რანაირი სათქმელია მაინც. აბა. ხო, ეხლა თემას გადაუხვიე, ბავშვებო, საქმე ძალიან ცუდათაა. იცი რა მგონი ისე გავსუქდი, რომ არაფერი აღარ მიხდება. მისუხდება შეძვა გიხდება და გამოგივიდა. რა გასაგზა კაცო? უხარი რა ბიჭო შეგიძლია? არა დედა, არა. ხო, ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ. ერთი ძალიან კარგი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან. ჯაბაროთა სუიციდის ლილის შვილი. გერმანიაში მიდის სამუშაოდ. ჯაბა წავიდეს კაცო მე და შესაძლებელი გან. აი მე მგონი ხვალამდე ვერ ვიცოცხლებ. ისეთი მსუყი იყო ეს ყავიანი კომპოსტო. სუყია ხომ სუყი და გემრიელი. სულა თქვია. ძალიან გავაგრძელე მოკლედ. ეხლა რასაც გეტყვით, მინდა რომ ყველა გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს. ბიჭო, მაიკოს ველაპარაკე და ყველაფერი მოვაგვარი. თამუნა, ნახე ვინ არის, ნიკა. ხედავ. აბა ნიკუშ რა ხდება ეხლა ჩვენ სესხზე? ვიცი რა გიო? ეხლა პრინციპში რას უწუნებ ამ საქმეს? გარემონტებული ბუხარი გაქვს, ტელეფონი გაქვს. ესეც გიყიდია. ეს რაც მოდიალო, გამაგებინე რა ხდება? რა ხდება და მოკლედ ერთი კაი ამბავი მაქვს და ერთი ცუდი. კარგი დაიწყე. ნუ პრინციპში ერთი ცუდი ამბავი მაქვს და კარგი ისა რომ წელა ამის თქმას. ეხლა თუ წამოვიდე ხელი. ნიკა, უთხარი დროზე ეჩქარება bis გადასვლა. გაჩერდი გოგო. მოკლედ სესხი არ დაგიმტკიცეს რა. რა? Yes! აი ეგრე. მიიღე ვაჟ ბატონო. თამაშ შენ უბრალოდ არის, მაგრამ შენს გაგიხარდებოდა. შენ ნორმალური ხარ, რა გინდა ჩემგან გოგო? მე თუ არ დამიმტკიცე, სესხი ვერ გავიგე. ო რატო და კაი რა გიო რა. არა და ისე ახლოს ვიყავი მიზანთან და როგორც აღმოჩნდა მე ვებკამერასთანაც რა. არა და ყველამ გაიგო ბიჭო, შენი ამბავი დაინახეს კიდეც რა. მთელი დირექცია ჩავრიე მართლა, მაგრამ არ გამოვიდა, ძალით არ მინდოდა რა. ხო იცი, დაბლ პროცენტზე მზად ვიყავი რომ მე ჩალიჩა. აუ, ვერაფერი ვერ გავიგე, ვიცი მითხრა. რა ვერ გაიგე, შენ კიდე ამან აუ, ნიკა რა. რა ცუდია რა, როგორ მინდოდა იცი ახალ სახში გადასვლა. გიორგიმ რომ იღალა და ამ სახში ვცხოვრობდი და მინდოდა რომ ეს მთელი ცუდი მოგონებები აქ დამეტოვებინა. რა მიჯერე თამუნა, ეს მოგონებები იქაც დაგხვდებოდა. არა! რა გინდა გოგო შენ, ჰა? რატო თავს არ დამანებე? ვერ ხედავ უკვე ისე გინდა გათხოვება რომ უკვე ყველაფერი აგრესიაში გადაგდო. დამანებე რა თავი. აუ, იყავით, მე გავაღებ, მაინც სუთხასი არ წევა. მოდი შენაკეთ, მოდი, რატო არ დავამტკიცეს ეს კი მართლა. რა და ამის პრობლემის კონდენსიდან ანა. უი მე. არ მითხოჯეთი მითქენ თავი მე მეორე რა ჩემი ბრალია. აბა ჩემი ბრალია. ენი ბრალია. არ გითხო. აი მე მგონი ისე გვინდოდა ახალ სახში გადასვლა რომ ახალი სახლი გადმოვიდა ჩვენთან. ნახეთ. უი, მოდი.
მაიკო, შენ აქ რა გინდა? ამას მართლა რა უნდა? ხალხო, მეც გავაგებინეთ რა ხდება. აუ, ისეთი მომენტია, რომ ეს რო არ გამოვიყენო, არ შემიძლია. მაიკო, შენს გაიგე ჩვენი ამბავი თუ რატომ მოხვედი აქ? აჰაკ. რა და თქვენს პირდაპირ ვიქირავე ბინა? აუ, ერთიც რა. ზურა. მამაკა. შვილებო, მე მახსოვს თქვენ როგორ განიცადეთ მამა თქვენის დაკარგვის ამბავი. ეხლა არ მინდა რომ რასაც გეტყვით ძალიან ახლოს მიიტანოთ გუნთან. მოკლედ დედა გითხარი მზად ვართ გეშინი. კარგი მაშინ იცით რა ჩემს ექიმს დაუძახებ და ერთად უფრო კარგად აღიხსნით ყველაფერს. თვითონ ვერ გეუბნება ექიმს დაუძახებ. ალბათ გახსოვთ დიტო ექიმის ავადმყოფოდა. ჩემი შვილები, მამუკა ზურას, ჩემი რძალი ქეთი. ექიმო ძალიან გთხოვთ. ექიმო. ძალიან გთხოვთ. ჩვენი მზად ვართ. ჩემო შვილებო. ჩემო შვილო და რძალო. მე ვთხოვდები. ხოვდები? მოიცადე რაო? მე ვთხოვდები. ის მესმის, რაც მესმის. ვთხოვდები. მართლა? ვთხოვდები. ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რამდენადაც საქართველოსთვის ეს. შეიძლება სიტუაციის განტოება საჯარიმოშია. ათვალავდე ბასი უკან. მაგაიტანა ერთი ძალი გოლ გოლადენ გაუტანეს გოლოთი ხოიცით აი მე და დიტო მთელი ღამეები არა ბალაგებდით გეგმას როგორ გვეთქვა თქვენთვის ეს ამბავი ხო რა ვიცი გუშინ რაღაც მიზეზების გამო მთელი ღამე არ მეძინა და აი რატო გამახსენდა ეხლა ეს რატო ასე ჩვენ გონია ეს უნდა მოკლეს ეს თუნდაც ახლა აპირებს ცხოვრების დაწყებას ძალიან უხერხულად ვარ მეც იცით ხომ გაგიგიათ არა სიყვარულმა ასაკი არის ის ხო ეს გამოთქმა ეგეთი თუ ჯერ შენი ასაკი არის ის ბები მე გამიხარდა მე გენაცალოს ბები შენ ბებია მithოდები და ყველაზე უცნაური გოგო ვიქნები კლასში ძალიან უხდებით ერთმანეთს. მართლა? რას უხდებიან? რას უხდები? ხო, შენ თქვენი სახელი ზოგასავად. სულ გავით შემაპატიეთ. დიტო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მამა დამიძახოთ. რა? ხო. გვარად მამა და შვილი ვარ და ახლობლები მამას მეძახიან და როგორ წარმოვიდგენდი რომ მამა მომენატრებოდა? აბა ბიჭო, აბა. წამოდი რა გიხვეწები, ყავას ხო ძალიან გაგიკეთებ ახლა, მოდი. არა, ჯობია წყალი მოიტანო შენთვის. რა? აურა და მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრე ეს ყველაფერი მე თქვა თუ არა შენთვის. თან ხო იცი რომ გიორგი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ გითხრა. აი რა ეკატერინა ცოტა დავიძაბე და მითხარი რა ხდება. რა და ის ხო გახსოვს აი მაშინ გიორგი რო აი მაშინ გიორგი და ის გოგო რო ხო გახსოვს. ხო. აუ მაგას რა დამავიწყებს ეკატერინა მეორე ცხოვრებაშიც მე მახსოვრება. მოკლედ აი ძალიან ბევრი ვიფიქრე და არ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ჩემგან გაგეგო, მაგრამ ნუ თვითონ როგორც ჩანს არაპირებს. კაი, ხა თუ მეუბნები მითხარი.
და მოკლედ იმ დღეს შევდივარ ბარში ვაი, უკაცრავ თქო. სამწუხაროდ მეც ვეღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ იმედი შენობაში შემოვიდნენ პოლიციელები და შენობის დატოვება მოგთხოვეს, ბომბიაო და მეგრება იქ მაინც რა ის. შამილი, განები, გავიქ.